მოგესალმებით მეგობრებო და დადგა დიადი დღე მე ისე ვაცხადებ ჩემს მარათონში გოგოების მიღებას თუ შენ დაიღალე წონაში კლებით და მერე მატებით თუ მთელი ცხოვრება დიეტაზე ხარ და მაინც ვერ დაიგერი თუ ვერ მიაღწიე სასურველ ფორმას და ვერ დაინახე სასურველი გამოსახულება სარკესში თუ შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც ფიზიკური ასევე მენტალური სურვილს გიტოვებს გაცილებით მეტისას, მაშინ იცოდე რომ ჩემი მარათონი შენთვის არის. ყველასთვის ჩემი მარათონი არ არის. ჩვენთან სასწაულები ხდება და ჩვენთან ცხოვრება იცვლება. ეხლა მე თქვენ მოგიყვებით, რას ვისწავლით მარათონში. მარათონში ჩვენ ვისწავლით, რა არის კალორიები და როგორ უნდა დავითვალოთ კალორიები. ვისწავლით ორგანიზმი რომ გამოვკვებოთ ჯანსაღად და იყოს დანაყრებული, როგორ უნდა მივიღოთ ცილები, ცხიმები ნახშირწყლები, უჯრედისი, რა რისთვის არის და რას სარგებელი მოაქვს, ასევე სითხის მნიშვნელობა, ასევე მოძრაობის მნიშვნელობა, ამ ყველაფერს ვისწავლით. და გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერს ვისწავლით, ამ ყველაფერს გავაკეთებთ ერთად. კვლევებით არის დადგენილი, რომ 40%-ით უკეთეს შედეგებს დებენ ის ადამიანები, ვინც გუნდურად, ანუ მარათონებში მუშაობენ. ჩემი მარათონი ისეთი არ არის, რომ სადაც მენტორი დაკარგულია, ჩემი მარათონი 24/7-ზე ცოცხალია და მიმდინარეობს. ანუ ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც მზად არის, რომ თვითონ დაითვალოს კალორიები. ჩვენ გვაქვს იქ ძალიან ცოცხალი ჩატი, როგორც უკვე გითხარით, ვითვლით კალორიებს, ერთმანეთს უზიარებთ შედეგებს, იდეებს, იმასაც რა პრობლემები წამოიჭრება, კონკრეტულად პერიოდში წონაში კლების, ეს შეიძლება იყოს დარღვევის სურვილი, PMS-ი, შეიძლება იყოს რაღაცა დღესასწაულისადმე წასვლა, ან რაღაცა პრობლემა და ამ ყველაფერს ჩვენ ვაგვარებთ ერთად. ჩვენ ვცვლით არა მხოლოდ ფიზიკური ვერ შეიცვლება, თუ არ შეიცვალა მენტალური, იმიტომ რომ პრობლემა მოდის მენტალურიდან. ზედმეტი წონა, ჭარბი წონა ჩვენს ორგანიზმს არ სჭირდება. ჭარბი წონა არის დამცველობითი ფუნქცია ჩვენი ფსიქიკისთვის, რომელიც რაღაცას ვერ უმკლავდება. თუ ამ მიზეზს არ ვიპოვით და ამას არ მოვაგვარებთ, ჭარბი წონა როგორც წავა, ისევე დაბრუნდება. და ჩვენ ჩემს მარათონში ამითიც ვართ დაკავებული, ვპოვლობთ მიზეზს და ამ მიზეზის აღმოფხვრას ვსწავლობთ ერთად. მე ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს ეს ყველაფერი გავლილი, გამოცდილი და მე შემიძლია რომ შეხელი ჩაგკიდო და ერთად ვიაროთ ამ გზაზე. ეს მარათონი არის, როგორც უკვე ვთქვი, იმ ადამიანებისთვის, რჩეულებისთვის, ვინც ძალიან დაიღალა, ვინც ყველაფერზე თანახმაა, გულისხმობ იმაზე, რომ იმუშაოს, რომ თავისი რესურსი ჩადოს, როგორც მატერიალური, ასევე ფიზიკური. გულისხმობ იმას, რომ მარათონი უფასო არ არის. ცხადი ასეთი მარათონი, სადაც მე ჩემი დროის უდიდეს ნაწილს ვდებ, უფასო ვერ იქნება. საფასური არის 200 ლარი, ერთთვიანი მარათონის, სადაც შენ ისწავლი, როგორც ფიზიკურს, ანუ როგორ ჭამო ყველაფერი, რაც გიყვარს, ჩემი მაგიდან ნახეთ. ჩემი ისა უჯრა ეს როშენის ეს გათავებულია უკვე, ეს იყო ის როშენის. და ესე იცით რამდენი ხანი აქ მაგ? მე აღარ მაქვს ის, რომ მიდევს და ერთ ჯერზე ვჭამ. არა. ნახეთ. ამას უყურეთ. და ეს მეორე აქ არის. ანუ ჩვენ ამ ყველაფერს ვსწავლობთ. მეც მქონდა პერიოდები, როცა ტკბილზე თავის შეკავება არ შემეძლო და ჩვენ ვსწავლობთ როგორ ვჭამოთ ყველაფერი. ისე კი არა რომ საერთოდ უარი ვთქვათ, არა, ჩვენ ვსწავლობთ როგორ ვჭამოთ ყველაფერი ზომიერად. ანუ ცხოვრებაში როგორ ვიცხოვროთ, როგორ წავიდეთ ყველგან, როგორ არ გამოვაკლდეთ არაფერს, როგორ დავიკლოთ და როგორ ვიქცეთ გამხდარ ადამიანად. ამას მე შენ გასწავლი ჩემს მარათონში. მარათონის საფასური, როგორც უკვე ვთქვი, არის 200 ლარი და დაიწყება 15 აპრილიდან. ვიწყებ გოგოების მიღებას. მათი, ვინც მზად არის ყველანაირი რესურსი ჩადოს საკუთარ თავში. არიან ადამიანები, ვისაც 200 ლარი ეძვირებათ, მაგრამ მეგობრებო, წარმოიდგინეთ ახლა თქვენ, ჩვენ რო შევინარჩუნოთ ზედმეტი, თუნდაც 5 და 10 კილო, რამდენ ფულს ხარჯავთ ამისთვის? და თან არაჯანსაღ საკვებს. შეიძლება ერთი საჭმლის გამოძახება დაგუჭდეს 150-200 ლარი. თუ ოჯახისთვის ვიძახებთ, რა თქმა უნდა, ახლა მარტო ხო არ ჭამს ადამიანი.
და ანუ ერთხელ თქვა საშაურმეში ან სახინგლეში წასვლაში 200 და მეტი ლარი შეიძლება დავტოვოთ და განა არ ღირს 200 ლარი თვის მანძილზე რომ შენ გადაიხადო შენი ჯანმრთელობისთვის და შენი აბსოლუტურად სხვა მომავლისთვის იმიტომ რომ მენტალობაც იცვლება იმიტომ რომ შენ სხვანაირი ადამიანი ხდები ამ ყველაფერს მე შენ იცვლები ანუ შენ რომ გამოივლი ჩემს მარათონს აღარ იქნები ის ვინც იქამდე იყავი ну რა თქმა უნდა 50% დაისხმება ჩემია და 50% შენი იქნება და ვინც გოგოები მე გამომყვა ბოლომდე ისეთი შედეგი აქვთ რომ აღარ მიდიან ჩემგან მოკლედ ასე ძირფასებო ველოდები თქვენს მონაწილეს ასევე ვაპირებ რომ დავწერო ინდივიდუალური კვების გეგმა არიან ადამიანები ვინც ვერ იცვლის კალორიებს მაგალითად შეიძლება ცოტა ასაკში იყოს ადამიანი და უჭირდეს ეს ყველაფერი ამ ადამიანებს მე შევუდგენ ანუ აბსოლუტურად ყველა მონაცემიდან გამომდინარე მისიდან ინდივიდუალურ გეგმას ერთ თვიანს და ამის საფასური იქნება 250 ლარი თვიანი წონაში კლების პროგრამა მე შეგიდგენთ ოღონდ ეს არ იქნება მზა პროდუქტებით და ეს არ იქნება ჩემი ყოველდღიური თანხლებით კი მაგალითად კვირაში ერთხელ შევხმიადებით კითხვებს გავივლით და რაღაცა მაგრამ ეს არ იქნება რომ ყოველდღიური ჩვენი ჩატი აქ არ მოიაზრება ყოველდღიური ჩატი მოიაზრება იქ მარათონში და ასევე ინდივიდუალურადაც შემიძლია წავიყვანო ადამიანი ოღონდ ამას რა თქმა უნდა სრულიად სხვა საფასური ექნება მოკლედ ასეთ კბილებო დეტალებზე მომწერეთ პირადში